მედიის მნიშვნელობა არის შეუფასებელი, მე შემიძლია ვთქვა, ნამდვილად ეს პირადი გამოცდილებითაც, ზიას გამოცდილებითაც, ყველა იმ ადამიანის გამოცდილებით, ვისაც უმუშავეა მედიაში და ადამიანებს, საზოგადოების წევრებს, რომლებსაც მედიასთან ქონიათ შეხება, თან მნიშვნელოვანი შეხება, ანუ მათი პრობლემებით მისულან, მათი სადგილარით მისულან, მათი შეკითხვებით მისულან, რომელიც უნდათ რომ დაუსვან იმ ადამიანებს, ვისაც ჰყავს ხუსგებლობა აკისრია ამ პრობლემების მოგვარების. მედი არის პირდაპირ დამოკიდებული ჩვენს თავისუფლებასთან, საზოგადოების დამოუკიდებლობასთან და ყველაფერი იმ საუკეთესოსთან, რაც კი გაგვახსენდება უწყლოდ. რაც შეეხება მზიამაყობას, მზია არის ალბათ ერთ-ერთი პირველი, ვისაც ეკუთვნის ყველაზე დიდი მადლობა ჩვენგან, მედიის თანამშრომლებისგან და საზოგადოებისგან. რა თქმა უნდა, ის ახლა ყველას მაგივრად აგებს პასუხს შეიძლება ითქვას და მე მინდა რომ ძალიან მალე გამოვიდეს მზია. იქიდან სადაც მას არ ეკუთვნის ყოფნა და ზუსტად იმ შემართებით, ზუსტად იმ ენერგიით და პროფესიონალიზმით გააგრძელოს თავისი საქმე. მოკიდებლობის პერიოდში თუ ავიღებთ მედიის მდგომარეობას და მის განვითარებას, ის რაღაცა პერიოდში რა თქმა უნდა ვითარდებოდა და მიდიოდა წინ, თუმცა მე მაინც მინდა ვთქვა, რომ ყველაზე მძიმე სხვა განვითარებას სწორედ მედიასთან დაკავშირებულებოდა. ერთი მხრივ პროფესიონალიზმი იზრდებოდა, მაგრამ მეორე მხრივ იზრდებოდა ასწავლებლობა მასზე, იზრდებოდა ზუსტად ის უკმაყოფილება თავებების მხრიდან, რომელსაც არ აწყობდათ და არ უნდათ ყოფილიყო მედია თავისუფალი. მედიასთან დამოკიდებულება ის მე-19 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე ყოველთვის არის ესეთი მძიმე და დაძაბული, მაგრამ ის რაც ხდება ეხლა, ეს არის მართლა ძალიან, უბრალოდ წარმოუდგენელი, ასეთი პირდაპირი თავდასხმა მედიაზე, მისი დაპატიმრება მზიას სახით. გადაცემების დახურვა, წამყვანების და ჟურნალისტების გაშვება ტელევიზიებიდან. ეს ყველაფერი არის ნიშანი, ეს ყველაფერი არის დამოკიდებულება მთავრობის მედიის მიმართ. რაც არც მთავრობას მოუტანს კარგს და მეც არც საზოგადოებას. მე არ მგონია რომ ეს ის საზღვარი, რომლის იქითაც უკვე გამორიცხულია.